მოკლედ ვაგრძელებთ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ძალიან საინტერესო ადამიანი ვიპოვეთ. სად? სამეგრელოში, კონკრეტულად კი სცენაკში და რა თქმა უნდა ის დღეს ჩვენი სტუმარია და ახლა მას ვიხმობთ სტუდიაში. თან ნახეთ რა კარგად ჟღერს. სცენაკელი გიტარისტი საბა გოგუა იგივე ბეგი. ჩაგეთვალათ, ესე იგი საბა რომ გნახე ინტერნეტ სივრცეში ჯერ ვიდეო ამომიგდო და რაღაცომღაც მივხვდი რომ მეგრელი ნიჭიერი ხალხი ხართ მეგრელები. აპლოდისმენტები მაგარ ხალხს, ენაცვალე მაგათი რა. ეს ის გიტარა? თუ სხვა გიტარა ეს? დიახ, ის ცნობილი გიტარაა. ის გიტარა. საბა რამდენი წლის ხარ? მე ვარ 16 წლის. ზარმაცობ. 16-ის. დიახ. და ასე კარგად უკრავ გიტარაზე. ნუ, თავარი მონდომება. რამდენი წლის ამ გადაწყვიტე ეს ამბავი? ვიყავი 14 წლის და რას ვლაპარაკობ? ანუ უკვე არ არის გვიანი რო დაიწყო. რო დაიწყო. ვა. ანუ დაიწყე და ისწავლე, ანუ მასწავლებელთან? დიახ, ჩემს მასწავლებელთან სენაკის სამუსიკო სკოლაში ასწავლის ბატონი გოჩა ჯგერენაია. გოჩას მოკითხვა ბატონ გოჩა. სულ მინდოდა გიტარის სწავლა, მაგრამ მე ზირთად წამოწოლილი არის სწავლებ ესე იგი და უნდა იარო თურმე ხედა ახლა დაგვირობა გიდა და იცი რა მითხარი რაღაცა კონცერტები ნახე სადღაც რა აუდიტორია იყო სად იყავ სამეგრელოში იყო სენაკში ტარდებოდა ეს კონცერტები და სხვათა შორის წელს იყო არტ ფესტივალი და გავხდი ლაურეატი ну გავიმარჯვე ერთი სიტყვით და სენაკში ყოველთვის ტარდება ასეთი ანუ ბევრი გიტარისტები ხართ? სენაკში სხვათა შორის დიახ. მართლა იცი? კი. ვა, რამდენ კაცი გაიმარჯვე? ну არ მარტო გიტარისტების არ იყო. აბა? ხო არტ-ფესტივალი ნუ ზოგადად ის იყო. ყველაფერი. შენ გიტარის განხრით ხო გაიმარჯვე? დიახ. ანუ გიტარისტებს შეეჯიბრე? შეჯიბრი არ არის, უფრო არის მოკლედ კაი, რამდენი გიტარისტი წარს დექით მაყურებლის და მსვენელის წინაშე? 4. შენაკითხვის 4 გიტარისტი ძალიან 4 გია სამბავია რა. ანარჩენ 44-ს არ ეცალა და 14 ანუ 2 წელია ხო ფაქტიურად 2 წელია ხარ რო ვთქვა რომ დიდი დროა ძალიან რო ასე მაგრად აითვისო რაღაცები ანუ ნიჭიერებას მინდა გაუსვა ხაზი რა და ეს საიდან მოგაფიქრდა თვითონ ეს კომპოზიცია რა ეს კომპოზიცია მომაფიქრდა ჩემი აი ბავშვობიდანვე ფანი ვარ მაგ ადამიანის ბატონი ხვიჩა მაღლაკელიძეს ფანი და ნუ მოკლედ რო უყურებდი YouTube-ში რო რაღაც ხვიჩა ასე ძალიან მაგრად უკრავდა მეც გამიშდა სურვილი რომ ეს მესწავლა ის ნაწარმოები რასაც ის უკრავდა და აუდექი და ვისწავლე როგორადაც შემეძლო. გასაგე ხვიჩა ეხლა მარტო შენ კი არა მთელ პარიზს უყვარს. პარიზ რატო? ხვიჩა მთელი პარიზი ასე არა. კვარაცხელია. ხო, აბა მაგრამ ნახე ისიც რომ მეგრელია. კანკე აბა. აპლოდისმენტები მეგრელებს კიდევ ერთხელ კაცო. თუმცა ჩვენი ხვიჩა მაღლაკელიძე ჩვენი მეგობარია და უდაოდ გეთახმები რომ ბევრისთვის ინსპირაციის კერა კი კაცო რა თქმა უნდა ხვიჩა უნკერესი ბიჭია და ძალიან კარგია რომ ეს იდეა შენს გაგიცნად რომ მისთვის რაღაც ახლა იცი შენ ბაბუა შესახებ იცი ვინ იყო მისი ბაბუა იცი ბატონი ნესტორ ესებუა აპლოდისმენტები ჩემო ბატონო. ამა რო გითხრა ორი სიტყვით რა. ნესტორ ესებუამ დაამარცხა ერთ-ერთი ძალიან მაგარი მოჭიდავე კულაგდანელი. და აი მოკლედ ბეჭდაუდებელი მოჭიდავე იყო რა. შენ რატო არ გაყევი? მე უფრო მუსიკაზის ჩემში
მუსიკალი რო დააწყვიტო არ გამო. მერე მოვა დრო. გენები მაინც თავისას იზავს, ხო იცი? ან შენ გამოგივა ჯიმი ძერჟი გიტარო, ხო იცი ეს ამბავი. მერე როგორც ახლა საბა ამბობს რომ აბუა იყო ბეჯდაუდებელი ფალავანი, მისი შვილიშვილიც იტყვის რომ ჩემი ბაბუა იყო ბეჯდაუდებელი გიტარისტი. ეხა ბაბუაზე გითხარი და ვისი შვილი არ გაინტერესებს? აბა ჩაწყობილია გეუნები ყველაფერი რა. უთხარი ვისი შვილი ხარ? თაკო ესებუას. აი აბაშია. ნიჭიერი ხო გახსოვს? მახსოვს. ფინალისტი და ეს გავა. აკო ესებუა. აპლოდისმენტები არაჩვეულებრივი. აი რა არის ხა ბაბუა, დედა. ნიჭიერება ეს არის, გენაცვალე. ო ნიჭიერდედას რატო უნდა ყავდეს? უნიჭოშვილი, ნიჭიერიშვილი უნდა ყავდეს ნიჭიერდედას. ამთავრებულია. აი ეს არის. გიждები მეგრელები. მე რატო გიждები? ხო იცი მეგრელებზე? მე და რატო ვარ ნიჭიერი? იცი? არა. უთხარი ნიკა. რა? ბაბუა ჩემ მეგრელი რო იყო, დიდი ბაბუა, რატო არ ეუბნები? ოღონდის არ ჭიდაობდა. პარიკაო. ბატონ ნესტორე ზემო რო იყო, იფიქრა არ მეჭიდაოსო და გადავიდა კახეთში. ამს ნეყვას დაბლაო. კიდე ერთი კაი სიურპრიზი, მაინც ჩვენი გადაცემა ხო რაღაცა მთავარი უნდა მოხდეს. ეხლა შენ ისეთ ასაკში ხარ, ჩემო კარგო, ყველაფერი გაქვს წინ, წარმატებას გისურვებ და ძალიან მიხარია, რომ აი ესე ბევრი ნახვებით, კარგია, რომ ესე წარმატებები, მაგრამ მაინც უნდა გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, ხო იცი? ამიტომ მინდა მე შენ დედიკოს ვთხოვო სტუდიაში და უფრო გაგიხარდება და უფრო თამამად იქნები. თაკო გთხოვ სტუდიაში შემოგძანდე. აპლოდისმენტები. ხოვთ. აბატონი, ესეც შენ დედიკო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემო კარგო. გამარჯობა გენაცვალე. მე უფრო ასეთი სამეჭილება დამჩა რომ დედაც არ ეცალა და დაამოვიდა. დამბრძანდით. ესე იგი, ასია ჩემო ძვირფასებო. ნიჭიერება არის ნიჭიერება და მაინც ახლა უმშობლოთ როგორც ასაკს ყველაფერს ვიცავთ არ გამოგსრულწლოვანი არ ახლა და დედასთან ერთად ჯერჯერობით ესწია. ახლა ბაბუის შესახებ გავიგეთ თქვენი ამბავი ვიცით და მე ერთი მხოლოდ და მხოლოდ ისტორია ხარ არ დავიწყებ შექებას უი რა არის ესე როგორ გასაგება მაყურებლისთვის მაინც დღევანდელი ეთერი საბას ეკუთვნის და თავისი გიტარით მინდა რომ მაყურებლისთანში წარსდგეს, მაგრამ ერთადერთი თხოვნა მაქვს, როგორც გავიგე, რაღაცა პერიოდის უკან თქვენ მზარდებოდით კანში, ხო, თუ არ ვშთები თუ მონაკოში. და რაღაცა ხო, ნუ იქ იყო რაღაცა ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რა ხდებოდა კონცერტი იყო, მიწვევი პრინცის და რაღაცა ამბები. მონაკოს პრინცის მიერ იყო ეს. შეგენაცვალე. ეგ გამაკლი ახლა ვიღაცა ისეთი მყავდეს სტუდიაში მონაკოს პრინცის მიწვეული აგერ ბატონო. დიახ, საქართველოს დღეები. ძალიან ისეთი საღამო იყო სასიამოვნო. რა შეასრულე? კარუზო. მართლა? დიახ. შეგიძლია ახლა მასტერ-კლასი ჩაგვიტარო ამ სიმღერის? ვეცდები. ხო? და მე გადავიდე თქვენ ვაჟზე და თხოვთ უბრალოდ რომ აი როგორც იქ იმღერეთ, როგორც მე და ნიკოლოზი პრინცები ვართ, აი გვიმღერეთ ის. გენაცვალეთ, არამიძე მე-12 დაუმარცხებელი. თხოვთ რომ მიკროფონი მივართვათ და აი ცენტრში გადეკით და